1968 წლის 14 იანვარს პიტერ გრანტის მეთაურობით და პიტერ გრანტის დაჟინებული მოთხოვნით ახლა შემდგარი Led Zeppelin-ი გადაწყვიტავს, რომ ესტუმროს კოპენჰაგენს, ეს არის ძალიან საინტერესო ტურნე, როგორც ჯგუფისთვის, ასევე მსმენელებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ჯგუფმა ამ შემთხვევაში კოპენჰაგენის ტურზე შეიძინა ძალიან დიდი გამოცდილება. მასთან ერთად გამოვიდა ისეთი ცნობილი ჯგუფები, როგორც იყო მაგალითად Iron Butterfly, Spencer Davis Group და ასე შემდეგ. ჯგუფის ძირითად რეპერტუარს შეადგენდა შავკანიანი, რა თქმა უნდა, შავკანიანი ბლუზმენების კომპოზიციები, ისეთები როგორც იყო Muddy Waters-ი, როგორც იყო Ben King-ი, როგორც იყო Chuck Berry, როგორც იყო Little Richard-ი, როგორც იყო თესკანიანი, ანუ Yardbirds-ის ახალი ყოფილი ვოკალისტი Chris Dreja, რომლებიც მათ ახლდა. და ეს იყო ძალიან საინტერესო და უაღრესად მე ვიტყოდი საინტერესო ტურნე. მოხდა ესეთი შემთხვევა, მინდა აღვნიშნო, ერთ-ერთი კონცერტის დროს ჯგუფს, კერძოდ რობერტ პლანტს გაეთიშა ხმის გამაძლიერებელი, მაგრამ ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ არ შეეწყვიტა დაკვრა და როგორც მოგვიანებით ჯიმი პეიჯი გაიხსენებს, მაყურებლის ბოლო რიგამდე ისმოდა პლანტის ვოკალი, ანუ ამით მინდა ხაზი გაუსვა, რომ პლანტს ჰქონდა ძალიან მაღალი ვიბრაციის ხმა, ანუ მაღალი ტონალობის ხმა და როგორც კი ისინი სამშობლოში, ანუ ინგლისში დაბრუნდნენ, ჯიმი პეიჯმა გადაწყვიტა, რომ ჯგუფის სახელწოდებიდან Led Zeppelin-ი სიტყვა ამოიღო, იმიტომ რომ ეს გააკეთა, ასევე ამას აღვნიშნავ და ხაზს გაუსვამ, რომ ამერიკელებს, კერძოდ ნიუ-იორკელებს ის არ წარმოეთქვათ როგორც lead და წარმოეთქვათ როგორც led. და 1968 წელი იყო ჯგუფის პოპულარობის პიკის.